მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 28. ჩანჩქერის სიმაღლე 21 მეტრია, მოცემული გვაქვს. H ტოლი არის 21 მეტრისო. ჩათვალეთ, რომ ვარდნილი წყლის მექანიკური ენერგია სრულად გადადის მის სითბურ ენერგიაში და განსაზღვრეთ წყლის ტემპერატურათა სხვაობა ვარდნამდე და ვარდნის შემდეგო. წყლის კუთრის სითბոտევადობა არის C უდრის 4200 ჯოული შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული ცელსიუსზე. თავისუფალი ვარდნის საჩქარება 10 მეტრ/წამ კვადრატიო, დაახლოებით ტოლი არის 10 მეტრ/წამ კვადრატის. წყლის სიჩქარე ვარდნის დასაწყისში 0-ის ტოლად ჩათვალეთ. საწყისი სიჩქარე V0 უდრის 0-ს. ხო, ესე იგი, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის სიჩქარე ვარდნის დასაწყისში, ხო, ჩვენ გვეკითხებიან ტემპერატურათა სხვაობას. ხო, გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარე ვარდნის დასაწყისში 0-ის ტოლი არის, შესაბამისად, მთლიანი ენერგია ტოლი არის ერთი მხრივ mgh-ის, პოტენციური ენერგიაში არის მთლიანი ენერგია თავმოყრილი, ასე რომ ვთქვათ. კინეტიკური ენერგია 0-ის ტოლია, რომელიც გვეუბნებიან, რომ მთლიანად სითბურ ენერგიაში გადადისო, Q-შიო. მეორე მხრივ Q ტოლი იქნება Cm დელტა T-სი, ხო? ანუ ჩვენ მივიღებთ, რომ Cm დელტა T ტოლი ყოფილა mgh-ის. ესმების შევეკვეცება, საიდანაც გამოვდის, რომ ტემპერატურათა სხვაობა ტოლი ყოფილა gh შეფარდებული C-სთან. ეხლა ჩავწეროთ მოცემულობები. G არის 10-ის ტოლი, გამრავლდება H-ზე 21-ზე, შეფარდებული 4200-თან. 10 ჯერ 21 არის 210, ესენი შევეკვეცება და 21-ს და 420-ს შევკვეცავთ 21-ზე, მივიღებთ 1/20-ს. ხო? შესაბამისად, დელტა T ტოლი ყოფილა 1/20-ის, ეს კი ტოლი არის 0.5 გრადუსი ცელსიუსი. საბოლოოდ რომ დავწეროთ პასუხი, დელტა T ტოლია 0.5 გრადუსი ცელსიუსის. პასუხი D.